24 მარტს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. Ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს სასჯელახსრულების სამინისტრომ ქსნის დაწესებულების ტუბერკულოზის ცენტრში შეხვედრა გამართა. სასჯელახსრულების უწყებამ ამ პრობლემასთან ბრძოლის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა, რასაც ციხის განტვირთვა მოჰყვა და დაავადებულთა რეაბილიტაციისთვის ახალი პროგრამა შემუშავდა. ციხე ტუბერკულოზით დაავადებულმა 400-მა პატიმარმა დატოვა. ქსნის სასჯელახსრულების დაწესებულების ტუბერკულოზის ცენტრში 240 მსჯავრდებული მკურნალობს. ეპიდემიოლოგი გიული კალმახელიძის თქმით, პაციენტების რაოდენობა ამნისტიის შემდეგ შემცირდა. ამჟამად 240-მდე მსჯავრდებული მკურნალობს. ეს ამინისტრირების შემდეგ შემცირდა ეს რაოდენობა, თორე გაცილებით მეტი იყო. განკურნებითაც მცირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი მკვეთრი შემცირება გამოიწვია ამინისტრირებამაც. ამას ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადნებთ და მკურნალობას აგრძელებენ შესაბამის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის დაწესებულებაში. ამნისტიით საპატიმროები ტუბერკულოზის დიაგნოზით 400-მა ადამიანმა დატოვა. სასჯელახსრულების მინისტრის მოადგილე მარჯილ თალაკვაძემ მათ მკურნალობის სამოქალაქო პროგრამით გაგრძელებისკენ მოუწოდა. მინისტრის სუბარიკი ტუბერკულოზის ცენტრის მაღალ სტანდარტებზე საუბრობს. ტუბერკულოზის პრობლემები ვისაც ჰქონდა მიმართონ სამოქალაქო პროგრამას ტუბერკულოზის, სადაც სახელმწიფოს მიერ მათი მკურნალობა არის დაფინანსებული. მნიშვნელოვანია, რომ მათ ბოლომდე მიიყვანონ ეს მკურნალობა. სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება რეგიონებშიც, ხორციელდება თბილისშიც, არის სტაციონარული კომპონენტი, არის ამბულატორიული კომპონენტი. განკურნების შანსი არის გაცილებით მაღალი და რაც თავარია, სტანდარტი არის აბსოლუტურად იგივე, რაც სამოქალაქო სექტორში, არაფრით მაკლები და უფრო უკეთესია ის, რომ ჩართულობა არის აქ უფრო მეტი ვიდრე სამოქალაქო სექტორში. დავამარცხოთ ტუბერკულოზი ჩვენს ცხოვრებაში, ქსნის სასჯელახსრულების დაწესებულებაში ის ფოტოები გამოიფინა, რომლებიც მომღერლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და ჟურნალისტებმა კამპანიის ფარგლებში გადაიღეს. რომ გაგიკვირდება ისეთ ადამიანებს შეიძლება ჭირდეს და ამასთან ბრძოლა არის აუცილებელი და საბედნიეროდ ტუბერკულოზი იკურნება დღეს, ამიტომ ამას ძალიან ყურადღება უნდა და ნამდვილად შეიძლება დაძლიო ეს ავადმყოფობა და მე მგონია რომ აუცილებლად საზოგადოებამ უნდა ერთიანად მიიღოს ამაში მონაწილეობა. შევერთდები ამ ტუბერკულოზის პრევენციის პროექტს, იმიტომ რომ ნამდვილად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ და ამდროულად მეც ვიღებ მონაწილეობას. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებში ვითარდება. ყოველწლიურად მისით 9 მილიონი ადამიანი ავადდება. ოფიციალური მონაცემებით ტუბერკულოზით საქართველოში 5000-ზე მეტი ინფიცირებულია.